იმერეთის რეგიონში მოსახლეობის ნაწილი კვლავ ვერ ახერხებს გარე სამყაროსთან დაკავშირებას და დახმარებას ითხოვს. სოფლებში მარტო დარჩენილ მოსახლეობას საკვები და მედიკამენტები ესაჭიროება. როგორც იმერეთის დასახმარებლად შექმნილ Facebook ჯგუფებში წერენ, განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობა ვანის, ხარაგაულის, ბაღდათისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებშია. მათ დასახმარებლად საკუთარი რესურსებით მოხალისეები დილიდანვე არიან მობილიზებულები. ყველაფერი კარგად 200 მეტრი დაგვრჩა. დავალთ, აქეთ უბრალოდ გაუკვალავია და დღეს მეორე დღეა, ისევ ბაღდათის რაიონში გავედით, მის სამართლები გვაქვს პირველი ობჩა, მეორე ობჩა და უშუალოდ ბაღდათში. ეხლა მივდივართ პირველ ობჩაში, გაჩვენებთ ესეთ ძებზე ჯერჯერობით მანქანით მივიწევთ წინ. თუ რაიმე თოვლზე სასიარულო ბახილებიც გვაქვს უკვე და მივალთ ყველა მოქალაქემდე ვის დახმარებას ითხოვს და სადაც მოვასწრებთ. პირველი მისამართი რაც მოგცეს პირველ ობჩაში მთის ძირი ესე ქვია ბატონი რეზო ნაჭყებიასთან მოვედით. აი სახლი არის დაუტოვეთ. მედიკამენტები რაც გითხრა რომ ესაჭიროება და დაუტოვეთ ასევე პროდუქტი და დაუტოვეთ ტელეფონის ნომერი რომ დარეკოს და მოგესალმებით. და შესაბამისად თუ ჩვენ არა სხვები ამოვლენ და სხვები ამოუტანენ უკვე ხვალან ზეგ დამატებით რაც დაჭირდებათ. შემდეგი ლოკაცია რაც იყო პირველ ობჩაში ჯიბული კვინიხიძე მივედით, ნუ ესა გამოვიარეთ, მაგრამ ეხა უკვე ბახილები დაგჭირდა და გაუკვალავი გზა არის, მეუბნებით 200 მეტრი დაგჭირდა, აი სულ იქიდან იწყება, სადაც დათო დგას გაუკვალავი გზა. მიუხედავად იმისა, რომ იმერეთში მოხალისეები არიან, მათი რაოდენობა საკმარისი არ არის, ამიტომ ზოგიერთი მოხალისე გურიიდან იმერეთის რეგიონში გადავიდა. მეგობრებო, რამდენიმე ადამიანი უკვე გადავდივართ გურიიდან იმერეთის მხარეს, რადგან იმერეთში მოხალისეთა რაოდენობა შედარებით მცირეა და ხარაგაულისა და ვანის სოფლებს აქვს ძალიან რთული მდგომარეობა. თუ მოხალისეები აპირებთ შემოსვლას იმერეთისკენ დაგვეხმარებით. თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეთა ნაწილი გზების გაწმენდასა და გარე სამყაროსთან დაკავშირებას საკუთარი ძალებით ცდილობს. დილის 9:30-ია, გამოვედით, ვაგრძელებთ გზას პატარა ხონისკენ, ხარაგაულის რაიონის სოფელი ხონისკენ. წუხელი გავათენეთ ბესო კოჩიაშვილის ოჯახში. მადლობა ბესოს მასპინძლობისთვის. აქეთ ალავერდისკენ უკვე მეტრაა თოვლი. ხონისკენ მატულობს აი ასე თოვლით გუშინ ალავერდის სკოლიდან ასე თოვლით გათოვლით ლაფატით ამოვახციეთ ბესოს სახლამდე. დღეს 9:30-ზე ვაგრძელებთ გზას ხონისკენ და როგორ ავალთ არ ვიცით არაფერი. ხონში არც დენი, არც წყალი, არაფერი კავშირი არ არის, რა ხდება არაფერი არ ვიცით. 6 დღეა უკვე დენი არ არის. დიდთოვლობის დროს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მოგესალმებით პირველი სვირიდან. ციმბირში ვართ, პირველ სვირში კი არა. აბატონო, ეს არის ჩვენი სამინისტროს ჭიშკარი. აბატონო, დეილო ჭაკიბეები მხელა თოვლი ჩამოვარდა. კაცი არ არის პატრონი, თავის გეიღო კარფანჯარა. იქნება თავისით მაინც გალღვეს. აგერ ბატონო, არ გვაქვს დენი. თოვლით ახლა კიოსკით ჩვენ უნდა მივიყვანოთ გზას ტოლბამდეც. წყალი, გაზი, ეს გზაც კიდე ჩვენ ამოვთოლეთ წინა დღეს თუ არა კაცი ერქნებოდა პატრონი.
აბატონო, შეხერეთ. აჰა, ეს არის ჩვენი ცენტრი. მეტი ცენტრი რაღა გინდათ? არც ამბულატორია მუშაობს, არც ბაღი, არც სკოლა. გამგეობაზე ზედმეტია ლაპარაკი. გართობაზე და თამაშზე კიდე აბატონო. ვინ არის კაცი პატრონი? მივდივართ, ახლა იქნება კიოსკთან მივიყვანოთ გზა. რო დენი ჩავრთოთ. ნახევარსოფელს მინიმუმ 100 კაცს მინიმუმ არ აქვს დენი იქით. ნახევარი არ გამოდის, აბა მეტი არ ცხოვრობს ამ სოფელში და. აქანა ესტო ვერ ამოვა და ესენი მოდიან სათამაშო ტრაქტორებით. ხან ერთგაზის სტოლბაზე არიან მოხვეული, ხან დენის სტოლბაზე. ასეთი აფელი არ მინახი. ეს არის სვირი. აჰა, რო იზახით, რომ გათოვლილიაო, გაკეთებულიაო, ერთი სარანახა არის გათოვლილი, დამანახეთ და არ მინა მეტი არაფერი. ხო. მადლობის სიგელებს რო ფენთ ხოლმე, ზოგზოგიერთები, სად არის ერთი გათოვლილი, რამე დამანახეთ და მეს გამოუფენ. თითოეულობის გამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში 3 ადამიანს ტარიელ ხეცაძეს, გრიგოლ ბერაძესა და მერაბ კოჩაძეს ეძებენ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის შედეგად უკვე დაადგინდა. მათივე თქმით, ამჟამად მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა მიმდინარეობს. მათ სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის ძალები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია ჩართული. იმერეთში არსებული მდგომარეობა იმერეთის გუბერნატორმა ლევან ზალკალიანმა შეაფასა. მისი თქმით, 60 სოფელი ისევ გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ზალკალიანის თქმით, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც 45 სოფელი გაიხსნა. იმერეთში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წმენდითი სამუშაოები, მუშაობდა 94 ერთეული ტექნიკა და გუშინ ღამითვე მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა. 150-მა ერთეულმა ტექნიკამ დილიდან დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ძალები, ჯარისკაცები და სამხედროები სხვადასხვა მიმართულებით არიან განაწილებული. უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც. დარჩენილი 20,000 აბონენტიდან გუშინ ჩაირთო 12,000 აბონენტი. სამუშაოები ყველა მიმართულებით გრძელდება, რათა დროულად მოხდეს ყველა შეფერხების აღმოფხვრა. თითოეულობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად იმერეთის რეგიონში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუშაობენ, როგორც იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამბობს, მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები მოსახლეობას საკვებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს აწვდიან. საჭიროების შემთხვევაში კი ბავშვიანი ოჯახები და მოხუცები უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავთ.